თანამედროვე შიგაწვის ძრავების აგრეგატული ჩაბერვის სისტემა ძირითადად ორი სახისაა. ესაა ეგრეთ წოდებული სუპერკომპრესორი, მექანიკური ჩაბერვის სისტემა და ტურბო ჩაბერვის სისტემა. მექანიკური კომპრესორის გამოყენების შემთხვევაში მისი ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ სუპერკომპრესორი ენერგიას იღებს ძრავას მუხლალილვისაგან ღვედური გადაცემის, ჯაჭვური გადაცემის ან კბილანური გადაცემის მეშვეობით. ხოლო ტურბოჩაბერვის ძირითადი ენერგიის წყარო არის გამონაბოლქვი აირების ენერგია. სუპერკომპრესორის ძირითადი კონსტრუქციული კომპონენტებია კორპუსი, მასში განთავსებული სპირალური ან როტორული კომპრესორი, რომელთა მუშაობის პრინციპი იდენტურია. ორ ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ სხეულს შორის ხდება ჰაერის გამოჭირხნა და შემშვები კოლექტორისთვის მაღალი წნევით მიწოდება. რაც შეეხება ტურბოჩაბერვის სისტემას, როგორც აღნიშნეთ, ტურბინა მუშაობს გამონაბოლქვი აირების ენერგიის ხარჯზე. ტურბოჩაბერვის სისტემა მოიცავს ტურბინის განყოფილებასა და ჰაერის დაჭირხვის განყოფილებას. ტურბინის განყოფილებაში მოთავსებულია ტურბინის თვალი, რომელიც მოქმედებაში მოდის გამონაბოლქვი აირების ენერგიის ხარჯზე და შესაბამისი ენერგიით ბრუნავს უკვე დაჭირხვის განყოფილებაში არსებული დაჭირხვის თვალი, რის შედეგადაც დაჭირხნილი ჰაერი მიეწოდება მაღალი წნევით შემშვებ კოლექტორს. რამდენადაც ტურბინა განთავსებულია გამშვებ კოლექტორთან, შესაბამისად იგი მაღალ ტემპერატურაზე ცხელდება და აუცილებელია დაჭირხნილი ჰაერის გაგრილება. სწორედ ამისთვის გამოიყენება ტურბოჩაბერვის სისტემაში ინტერკულერი, რომელიც მაღალ სიჩქარეზე ავტომობილის მოძრაობის დროს შემოქმედი ჰაერის ნაკადით გრილდება. შიგაწვის ძრავებში სულ უფრო მეტი ინტენსივობით გამოიყენება ცვლადი გეომეტრიის ტურბინა, რომლის მთავარი კონსტრუქციული ელემენტია ვეისტგეიტი, რომელიც მართავს ტურბინის გარშემო არსებულ მისაფარებს. აღნიშნული პროცესის მიზანია ძრავას ბრუნთარისხვისგან დამოკიდებულებით ტურბინის ოპტიმალური მუშაობა. პროცესი სრულად იმართება ელექტრონული მართვის ბლოკის მიერ